ბალდარი ძალიან კაი მაგალითი მოხდა, რომ ესე იგი დაიჯარება 40 წლით მოხდა ისე, რომ არავინ არ იცოდა სოფელში ამის შესახებ, ხო? როგორც კი გავიგეთ და როგორც კი ასე ვთქვათ, ხალხმა კითხვების დასმა დაიწყო, იმ თავისე დაიწყო კომპანიამ შეტევაზე წამოსვლა, მაგალითად დესტრუქციული და რაღაცად ესეთი რაღაც სირე დაჯგუფება გვიწოდა გარემოს დაცვის სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ აი ხაზგასმით ვამბობ ამას, 607 დღეა სრულიად მშვიდობიანად, კონსტრუქციულად, ლანძღვაგინების დაწყეულის გარეშე, ადამიანურად ვხედავთ და არგუმენტირებულად ვსვამთ კითხვას და არგუმენტირებულ პასუხებს ვითხოვთ და ის რომ შენი განვითარებისთვის კეთება, ან შენ არავინ გეკითხება ამას, ხო? ეს ჩვენთვის პასუხი ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში, ხო? მართლა აი კანონიც რო არ იცოდე, წაკითხული არ ქონდეს, აი კონსტიტუციაში რაღაც ეს ჩანაწერიც რო არ გქონდეს ნანახი, რომ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება მისი გარემოს ასე ვთქვათ შესახებ, ბუნების შესახებ გქონდეს სრული ინფორმაცია, ხო? დაცული ტერიტორიების შესახებ კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ ნებისმიერი ცვლილება და ნებისმიერი ასე აი განვითარება, რასაც ეძახიან, ხო? ეს უნდა იყოს ხალხი ჩართული, ინფორმირებული წინასწარ და ამის მერე გამოცხადდეს ტენდერი, მაგრამ აქ არის სრულად დატრიალებული არის ყველაფერი, ხო? აი მარტივად შეგიძლია მიხვდე, რომ ეს არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ ანტი განვითარება. იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება შენზე ზრუნავდეს პირობითად საჯარო უწყება ან ინვესტორი, რომელიც ჯერ დაგიჭერს უსამართლოდ, მერე შვიდჭრილობას მოგაყენებს, მერე 700 თითქმის 700 დღე, 607 დღე აი ამ ტანჯვისთვის გაგწირავს, პასუხს არ მოგცემს, დესტრუქციულს დაგიძახებს და ფაქტობრივად დაანონსებული აქვს მარტო ბალდა კი არ არის ასეთ დღეში. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბალდის კანიონი, მარტოლის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხა, გორდი, სათაფლის ნაკრძალი და სათაფლის მღვიმე ყველა ამ მდგომარეობაშია. ამ მდგომარეობაში კი არა არის ჩაგდებული აი ამ ჩვენი ინვესტორის ხელში. ესე იგი ეს ინვესტორი არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დამლაგებელი, ეგრეთ წოდებული პირკველია, ხო? მამუკა მერკვილაძე. მამუკა მერკვილაძე. მეორე არის დაცული ტერიტორიების ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ბაკომჭელიძე. ანუ ადამიანი, რომელიც პრინციპში საჯარო სამსახურშია, ხო? ჩართულია ბიზნესშიც. თქვენ ფიქრობთ, რომ ის თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებს ბოროტად? აუცილებლად. ვალერიან ბაკომჭელიძე. ვალერიან ჭედლიძე. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე. თავმჯდომარეობის პერიოდში აქვს ჩაგდებული ხელში რამდენიმე ბუნების ძეგლი, ესე ჩაგდებული ხელში გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ ბიზნეს წილები აქვს გაფორმებული, როგორც ნაწილი აქვს დედის სახელზე, ნაწილი აქვს მეუღლის სახელზე, იმიტომ რომ იცით თქვენ, რომ საჯარო მოხელის არ აქვს უფლება, რომ იყოს კერძო ბიზნესში ესე პირდაპირ ჩართული, ხო? როგორც კი დატოვა მან თანამდებობა, ეგრევე მალევე დაიწყო ახალი წილების გადაფორმება და გამოჩნდა უკვე მისი სახელი და გვარი და პირადი ნომერი და ფაქტობრივად მისი თანამდებობა და მისი ეს ასე ვთქვათ ძალაუფლება მან ბოროტად გამოიყენა. ეს არის თანამდებობა, უმაღლესი თანამდებობა, რომელიც ზრუნავს დაცულ ტერიტორიებზე და ბუნების ძეგლებზე. ნაცვლად იმისა, რომ ეზრუნა ამ ტერიტორიებზე ბატონმა ვალერიან ბაკომჭედლიძემ ან დედაზე, ან მის ასე ვთქვათ მეუღლეზე და როგორც წესი ოჯახის წევრებზე აფორმება ეს კერძო კომპანიები. ეს კერძო კომპანიები კი რაშვებიან, ღობავენ ტერიტორიებს და აფასიანს ხდიან, ასე ვთქვათ და აბეტონებენ და რკინების ქსელით, ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ შემოღობონ მთლიანად და ეს არის აბსოლუტურად ბოროტად გამოყენება თანამდებობის. თავარი რატომაც ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენ ყველანი ქართველები ვიბრძვით მსგავსი ტიპის პროტესტებში, ვინც ვართ ჩართული, თავარი რა არის იცით, რომ მთელი ეს ასე ვთქვათ ბუნება ჩვენი ძვირფასი რაც არის დაცული ტერიტორიები, ეს ბუნების ძეგლები, სხვა ადგილები, ანუ ამ ბუნებასთან ჰარმონიულად ჩვენმა მრავალსაუკუნეოვანმა თანაცხოვრებამ შექმნა ეს ხალხი, ხო? ანუ ჩვენი ადათ-წესები, კულტურა, იდენტობა, ტრადიცია, ხო? ყველგან ეხლა ტენდენცია რა არის, რომ ხდება ამ ჩვენი ბუნების შემოღობვა, ფასიანი ხდება ყველაფერი, ჩაბეტონება, დაქსელვა და ხელყოფა ხდება, ხო? აი ბუნებრივი ძეგლია, მე როგორც ვიცი, ბუნებრივი კულტურული ძეგლია, მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს. ამდენად ნახეთ ახლა, შენ როდესაც აი ამ კავშირს კარგავ, რომელიც მრავალი საუკუნეა ამ კავშირით მოდიხარ და ამან ჩამოგაყალიბა და ეს იდენტობა ჩამოგეყალიბა, ხო? ამის შემდეგ რა გამოდის, რომ შენ სინამდვილეში, ესე იგი ეს სახელმწიფო უწყებები, ეს დაცული ტერიტორიების სააგენტო იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ხო, ვისაც ეს ეხება, მაგალითად სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, გართმევს რეალურად ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვანს, აი ამ ჰარმონიულ კავშირს, რომელმაც შენ ჩამოგაყალიბა და ყველა ესეთ პროტესტებში არის ეგეთი ტენდენცია, რომ ან ნახევარი საუკუნით, ან ერთი საუკუნით ხდება ამ ხეობების შემოღობა და ტყეების შემოღობა და მითვისება, ხო? ანუ იჯარას რასაც ეძახით, ფაქტობრივად
21 საუკუნის მერე რა იქნება კაცშვილი, ამას კაცი დაბადებული ვერ გაიგებს. შეიძლება გაუგრძელო ნიჭა რა თქმა უნდა, ხო, შეიძლება მათ საკუთრებაში გადავიდეს ეს ყველაფერი, ხო? ყველგან ხდება უკანონოდ კორუფციული გზებით ყოველგვარი კვლევების გარეშე ამ ასეთი პროექტების განხორციელება. ყველგან დასჭირდა ამ ამბავს რაღაცა გამოხსნას და ეხლა მიმდინარე ბალდაში ადამიანების კარავში გადაცხოვრება და ფაქტობრივად საკუთარ ორი წელია ეს პროტესტია უწყვეტად, ხო? უარის თქმა, ეს 607 დღეა ეს არის მიმდინარე პროტესტი. მანამდეც უამრავი მსგავსი პროტესტი ყოფილა, მაგალითად ეხლაც არის საირმის ტყეებთან დაკავშირებით, ხო, არის სულორში და ასე შემდეგ, ხო, ბალდაში ძალიან აქტიურად 607 დღეა უკვე ვართ. ყველა მაგალითად დამოუკიდებელი მედია, ონლაინ მედია და ყველა ორგანიზაცია, რომელიც ესეთ პროტესტებში ჩვენ გვეხმარებოდა და ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, ხო, ამდენ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში. ეს იქნება მაგალითად იურისტით დახმარება, ეს იქნება გაშუქების თვალსაზრისით, ეს იქნება რაღაცა პროფესიული რჩევების მიცემა, ხო, რაც არსებითად მნიშვნელოვანია. ყველა ესეთ ორგანიზაციას ეხლა რეალურად ებრძვიან. დიახ. ხო? ეხლა რეალურად აჩერებენ და აჩერებენ რატომ? იმიტომ რომ აი ეს სიხარბე სინამდვილეში ხო, აი ეს ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი და წარმოჩენილი არის ის, რომ არა მარტო ბუნებას გვართმევენ, არამედ გვართმევენ შესაძლებლობას, რომ დავიცვათ, ან აი ამ ორგანიზაციების გაუქმებით და ჩაკვლით ეხლა გვართმევენ შესაძლებლობასაც, რომ საერთოდ ეს შანსი დაგვიტოვონ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას გართმევენ. ინფორმაციის გავრცელება თუნდაც ადვოკატით დახმარება თუ დაუშვათ პროფესიული თვალსაზრისით რჩევების მიცემა, ხო? ამიტომ სულ ამბობ ხოლმე, ამიტომ არის ყველაზე ანტიქართული ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ აი ამ ტრადიციებს, კულტურას, იდენტობას და ბუნებას გვართმევს, რაც არის ყველაზე ღირებული და ძვირფასი, ხო? გვართმევს ასევე შესაძლებლობას, რომ ეს დავიცვათ, შევინარჩუნოთ და ჰარმონიულად ვიცხოვროთ